საპროტესტო აქციაზე გადავინაცვლეთ ვერელებისა და ვაკელების მარში, რომელიც დაანონსდა დღეს იმართება და გიორგი კვიჟინაძე, ჩვენი ჟურნალისტი შემოგვიერთება ახლა პირდაპირ ეთერში, ის მოგვიყვება ამ აქციის შინაარსის შესახებ, მოთხოვნებზე არაფერს ვიკითხავ, რადგან ცნობილია წინასწარ რა არის ეს მოთხოვნები, ეს არის ახალი არჩევნები და რეჟიმის პატიმრების გათავისუფლება. გიორგი. Ვახომ, ვაკელები და ვერელები შეიკრიბნენ ვარაზის ხევთან და იქიდან დაიწყეს მსვლელობა მარში. ახლა რუსთაველის გამზირზე ვიმყოფებით უკვე და ისინი მიემართებიან სწორედ პარლამენტის შენობისკენ. თქვენ ხედავთ, მათ აქვთ გაშლილი ბანერი, მოდის ვაკე და ვერა, ჩვენ გავიმარჯვებთ გვჯერა. ეს არის ვაკელებისა და ვერელების მთავარი სათქმელი. მოთხოვნები კი რაღაც თქმა უნდა რჩება უცვლელი. ეს არის ხელახალი არჩევნები ახალი ადმინისტრაციის პირობებში და ყველა იმ პატიმარის გათავისუფლება, რომელიც ოლიგარქმა ივანიშვილმა აიყვანა. ამ მსვლელობას მოუყვება სათავეში მსახიობია ფარულავა, რომელსაც გავესაუბრებით პირდაპირ ეთერში. მოგესალმებით, ხალხია. ჩვენ ხედავთ, რამდენი ხართ ვაკელები და ვერელები. რისი თქმა გსურდათ აი ამ ფორმით, ამ აქციით? ამ აქციით გვინდა იმის თქმა, რომ არ იქნება სამართალი და არ იქნება ჩვენთან მშვიდობა, იმიტომ რომ დღეს უკანონო დაპატიმრებული ახალგაზრდები, ჩვენი შვილები აუცილებლად უნდა დღეს ნახეთ რაც მოხდა სასამართლოში, ეს იყო მართლა ცირკი და დაუყოვნებლივ უნდა გაანთავისუფლოთ ეს ახალგაზრდები. რითი გვაშინებს ეს ხოცმთავრობა? ჩვენ არაფრის არ გვეშინია საერთოდ და ძალიან მალე დამთავრდება ეს ყველაფერი და მერე პასუხს აგებენ თითოეული თქვენთაგანი პასუხს აგებს ყველა იმ უკანონობისთვის, რომელიც თქვენ ჩაიდინეთ, დაიმახსოვრეთ კარგად. მადლობა, მოგესალმებით, ქალბატონო მანანე, თქვენ გითხავთ, თქვენ ხართ ამ პროტესტში ჩართული, იღებთ მონაწილეობას, რა არის თქვენი მთავარი სათქმელი? ის რაც იამ უკვე თქვა, რომ იყოს ნამდვილი სამართალი ამ ქვეყანაში და ამის მაგალითი არ იყო ის რაც დღეს მოხდა სასამართლოში. უდანაშაულო პატიმარი ყველა უნდა გათავისუფლდეს და მეტი ევროპა შემოვიდეს ჩვენს ქვეყანაში. ეს არის ჩვენი დღევანდელი აქციის სათქმელი. მადლობა ძალიან დიდი, თქვენც გითხავთ, თქვენც რომ გითხრათ, ხედავთ რამდენი ადამიანია დღეს ვერელებისა და ვაკელების მარშზე, ხომ? ასევე რუსთაველის გამზირზე პარლამენტის შენობასთანაც არიან მოქალაქეები. პროტესტის 44 დღეა, ხომ? აი დღეს სასამართლოს გადაწყვეტილებაც ვნახეთ, ყველა პატიმარი დატოვეს პატიმრობაში. ეს უკვე 44 დღეა, რაც ვართ ქუჩაში, ეს უკვე რაღაცნაირად ჩვენი სამსახური გახდა და ეს ყველაფერი არ შეგდება მანამ სანამ ჩვენი მოთხოვნები არ იქნება შესრულებული. ეს არის ხელახალი არჩევნები და რეჟიმის პატიმრების გათავისუფლება. და აქვე მინდა მივმართოთ ჩვენ პატიმრებს, რომ ერთი წუთი ეჭვი არ შეგეპაროთ არაფერში და ერთი წამით არ ინერვიულოთ. ჩვენ მანამდე ვიქნებით ქუჩაში, სანამ თქვენ ყველას არ გამოგიყვანთ მაქედან და ეს აუცილებლად მოხდება. ცოტაც გაუძელით, გამაგრდით, ჩვენ თქვენთან ერთად ვართ. მადლობა ძალიან დიდი. თქვენ ისმენდით პირდაპირ ეთერში აქ მოქალაქეების განცხადებას, ადამიანებს, რომლებიც იღებენ მონაწილეობას ვერელებისა და ვაკელების მარში. სხვათა შორის უნდა აღინიშნოს, რომ 26 ოქტომბერს, როდესაც საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობდა, იმ ფონზე, როდესაც ოლიგარქის პარტია მასშტაბურად გააყალბა ეს არჩევნები, ვაკეში ყველაზე დაბალი პროცენტული მაჩვენებელი აიღო სწორედ ქართულმა ოცნებამ იმ გაყალბების მასშტაბის მიუხედავად. ვაკელები და ვერელები ახლა მიემართებიან პარლამენტის შენობის მიმართულებით, სადაც უკვე პროტესტის 44 დღე იქნება და სადაც მოქალაქეები კიდევ ერთხელ მკაფიოდ გამოხატავენ საკუთარ სათქმელს და პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ უნდა ჩატარდეს ხელახალი არჩევნები და უნდა გათავისუფლდეს რეჟიმის წევრები.